მოგესალმებით, ეს ახი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ Opel Vectra B-ს დამწვანეს. ყველაზე ცნობილი ფერს თბილისში. ბევრი დადიოდა. მოგესალმებით. პირველ რიგში სანამ ლეგენდარულ Opel-ს განვიხილავთ. სანამ ვიდეოს დავწერთ, არხი უნდა გამოიწეროთ, ვიდეო უნდა დალაიქოთ, გააზიაროთ. და კომენტარებს ყველაფერი უნდა გააკეთოთ და ზარის გზები უნდა გაახტიოთ. და ეხლა ნახე გათამაშებაზე გადავიდეთ რა მოხდა. რა მოხდა კი ბატონო? გათამაშება სამწუხაროდ ჩაიშალა და ამ თვის ბოლოს ეს ბოლიდი ისევ გათამაშდება და რატომ? მე ვამბობ რომ ვიდეოს უყურეთ ყურადღებით და იმის გამო რომ წესი დარღვეული იყო ანუ ადამიანს რომელმაც მოიგო Facebook-ზე გაზიარებული არ ქონდა მაგის გამო გათამაშება ჩაიგო. ზარიც არ ქონა გააქტიურებული. ხო, ზარიც არ და პლუს ერთი კვირის განმავლობაში უნდა შეგხმიანებოდა. კი და ანუ ამ წესების არ შესრულების გამო ეს ბოლიდი გადათამაშდება და ანუ ბოლო პარასკევს, ამ თვის ბოლო პარასკევს იანვრის ბოლოს პარასკევს თავიდან შეტრიალდება. კი ბატონო. მოკლედ ეგეთი ბოდის მოუხდით, ვინც მოიგო, მაგრამ წესები არის. ხო, ძალიან მეწკინა რომ ვერ მოიგო. ხო. ხო და წვანე ვექტრაზე რა შემიძლია რომ ვთქვა. მე გავხსნე. ხო, შენ გავხსენი. აქედან მინდა მიმართო ერთ ადამიანს, რომელსაც ანონიმურად დავტოვე. მაგას ეძღულება საერთოდ ეს წვანე არის სპეციალურად. იმიტომ რომ მაგას ხავს მაგ. აბა თუ მაგარი ხარ, წვანე Opel Vectra გააზრდა, Vectra B. ეს ზუსტად ესეთი ხო? აგერა. წვანე Vectra B. ხო და ეს მოდელი არის 1.53 მასშტაბის შუკოს წარმოების არის და შუკო გერმანული ბრენდია და 1912 წლიდან აწარმოებს მოდელებს და გაგიკვირდება და Vectra-ს ისტორია აქვს. მინიმუმ ის რომ თბილისის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი იყო თავის დროს. Toyota Prius-ამდე რომელიც ვიდეოდ დევს და ისიც შეემატება ჩვენ ვიდეოების კოლექციას. 90-იანების დასასრულის და 2000-იანების დასაწყისის ლეგენდა არის. კი. გამაგარი მანქანა არის მაგ დროისთვის. რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალი რაოდენობის იყო საქართველოში. Passat-ის კონკურენტია ხო? როგორც ვიცი, ითავის. კი. მოკლედ ამის ისტორია სხვათა შორის რო ვთქვათ რომ რაღაცა განსხვავებული ისტორია აქვს არა. ხო, ბოდიში ვისაც გაინტერესებთ Opel-ის ისტორია, როგორც შეიქმნა Opel-ი, შეგიძლიათ უყუროთ Opel Blitz-ის განხილვას, იქ არის Opel-ის მთელი ისტორია. თვითონ ბრენდის მთლიანი ისტორია და ჩვენ ახლა კონკრეტულად Vectra-ს გარშემო ვიტრიალებთ. ხო, ვიდეოს იმსახურებს ეს მანქანა. ხო, მანქანა საერთოდ Vectra შეიქმნა რა პირველად გამოვიდა, გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე 1988 წელს. 10 წლით ჩემზე დიდია Vectra ზოგადად. ანუ პირველი Vectra რა, Vectra Air. ხო. მაგას ხო ლათინური ალფაბეტის მიხედვით მიყვებოდნენ, იმიტომაც ამას ქვია Vectra B. გერმანელების თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული მანქანა იყო, მით უმეტეს რომ მაგ პერიოდში 88 წელი იყო და მაგ პერიოდში ხო კონკურენტი ყავდა Volkswagen Passat-ი, ხო როგორც ვახსენე. კი, და Ford Sierra. Sierra-ს წამოვანა. ხო. ფასრად შეეხება, ავტომობილის ფასრად შეეხება, ხო? მაგ დროს აი პირველი Vectra რაც გამოვიდა ღირდა 23810 მარკა. ეს რამდენი? გამოდიოდა დაახლოებით სადღაც $15,000 რა. არ არის ბევრი. ხო.
მართალია 90-იანები ხდება მაგ დროს, მაგრამ ხო 80-იანების მიწურული პერიოდი, სხვათა შორის ცნობისათვის 88 წელს დავამთავრე სკოლა. ზაზე ხარა დინოზავრი ვარ. შენ თუ მოეწონე ოპელივით შენ თუ ეს მაგარა იყო. მოკლედ გამოდიოდა თვითონ კუზაო გამოდიოდა სამი კომპლექტაციით, იყო სედანი, იყო ჰეჯბექი და იყო ისა უნივერსალი. ხო ბატონო, შავი. არა, აზე ვლაპარაკობ. აზე მეზე ვთქვი მე. ხო, თან რაც შეეხება უნივერსალს, გამოვიდა მერე უკვე. სადღაც 90-იანებს რო გადააბიჯა, რომ მგონი 91-ში გამოვიდა თუ რაღაცა. უნივერსალი? ხო, უნივერსალი, თორე პირველი კუზაოები იყო სედანი და ჰეჯბექი. და ყველა საინტერესო რა იყო, იცი, ხა ისტორიას ვსწავლობდი ეგრეთ წოდებული. სედანს უფრო დიდი საბარგული ქონა ვიდრე ჰეჯბექს, რატომ? ეს საინტერესოა. ხო. ხო, იმიტომ რომ 530 ლიტრი ქონდა სედანს საბარგული მოცულობა და ჰეჯბექს ქონდა 480. მაგხელა სხვაობა იყო რა. ნუ მერე უკვე 1995 წელს ვექტრა A ჩაანაცვლა ვექტრა B. 95-ში. 95-დან პირველი ვექტრა B გამოვიდა 1995 წელს. და სხვათა შორის არც მეტი არც ნაკლები 10 წელი გამოდიოდა. 2005-დან. კი. მაშინ უკვე კონკურენტი ყავდა, ხო, მაშინის Volkswagen Passat 4 იყო. ამის კონკურენტი იყო უკვე Volkswagen Passat 5. მეხუთე თაობა, ანუ Ford Mondeo იყო, Audi იყო და მეოთხე რა იყო? არ ვიცი. მე არ ვიცი. მეოთხე კიდე რაღაცა იყო. მოკლედ, არა, სულ 4 იყვნენ რა. ერთი მეორის კონკურენტები იყვნენ. ხო, მაგრამ ხო, ცხენის ძალებს რაც შეეხება, ხო? ნუ თავიდან ისევ ამ მოდელს დაუბრუნდები, ყველაზე დაბალი ცხენის ძალები ქონდა 87 ცხენის ძალა. და ყველაზე მაღალი იყო 185 ცხენის ძალა. ისიც 185 ცხენის ძალა ქონდა იმას რა ქვია 2-დან 0 ძრავს. ხო. ბენზინი? თან ტურბოს. ბენზინზე. ხო, ბენზინზე იყო, რომელიც გამოვიდა 93-ში და სულ 2 წელი გამოდიოდა ის მანქანა. აჰა. და სხვათა შორის ერთ-ერთი იშვიათი მანქანა არის. პლუს მაგასთან ერთად Opel-ს იშვიათი მანქანები ყავს კვადროები. კვადროები, ხო, კვადროები ყავს. რომელიც რომ მხოლოდ და მხოლოდ 1 და 8 ძრავით იყო აღჭურვილი. ხო, აი და ეგეც მხოლოდ სპეცშეკვეთით იყო. ეს არ ვიცი კვადროა თუ არა, მაგრამ ის ჩემი მეგობრის მანქანა 1 და 8 ძრავია. სტანდარტული საერთოდ Opel-ებში არის წინაწამხონით თვლები. ყველაზე გამართლებული მანქანები Opel-ებში, ხო, აი მე თუ მკითხავ რა. შენ კარგად იცი რომ ჩვენ ყავდა ეგ მანქანა. ვექტრა B-ს უნივერსალი ყავდა შავი. ხო. მანამდე შვიდისფერი Opel გახსოვს? ხო, ის იყო თან დიზელი და განსხვავება რა იყო? 1 და 7 ძრავი ქონდა. აი უნამუსოდ ეკონომიური იყო, ხო? კი. და სხვათა შორის Isuzu-ს მოტორი ეყენა. Isuzu. ხო. Isuzu-ს ძრავი ეყენა, ხო. და იყო ძალიან ეკონომიური, რა, ძალიან ცოტა სწავდა. ხო. ხა კომფორტს რაც შეეხება, ხა 80-იან წლების მანქანებიდან გამომდინარე იგივე კომფორტით ქონდა რა. მანქანა ესე მაგრამ ტაქსისტების უსაყვარლესი ავტომობილი იყო. რომელიც რომ მერე Opel-ების მერე ჩაანაცვლა Prius-ის მეორე თაობა. კი, მაგის ვიდეოც ვიდეოს. და წეგნ დამოვიდა რომ ეთქვა და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანს, ვინც მოყიდა, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი მოდელი.
კი ბატონო, მართლა ძალიან იშვიათი საკოლექციო მოდელებში. თან რო დავინახეთ რომ წვანე ფერის იყო. აუ ეგრევე შევიძინეთ. მეთქი წვანე ოპელი უნდა ჩავწერეთ. მით უმეტეს რომ ჩვენ ყავდა შავი ოპელი და თან ნუ წერავთ კიდევაც რომ ის უნივერსალი იყო. ხო, მაგრამ უნივერსალი ვექტრაბე ფიზიკურად ვერ ვიშოვეთ. არის, მაგრამ ძოგი. შავი ვიპოვე. მინდოდა რომ შავი ყოფილიყო, მაგრამ წვანე ძობი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ წვანე ძალიან ბევრი დადიოდა. კი ბატონო. როგორც მე მახსოვს. მოკლედ აი ესეთი მოკლე ისტორია აქვს ამ ჩვენ ოპელს. რაც შეეხება დეტალიზაციას ავტომობილის ძალიან მაგარი დეტალი. პირველი შუყოა ჩემს კოლექციაში. და რატომაც ოპელი დაეთქო. რატომაც ოპელით დავიწყეთ. ხო და ხუთი ანახი. ხუთი არის მანქანის ფერში. კი ბატონო, აგერ. რა ფერიც მანქანა, იმ ფერის კოლოფი აქვს. ხო და ოდა თან აქ აწერია რომ სულთა გერმანული წარმოებისა. გერმანული ბრენდია შუყო. და წეგან დამოვიწყდა, მაგრამ ბევრი ვიდეოში ვთქვი უკვე და სულ მაგას ვიმოყვრებ, რომ 10,000 გამომწერზე ისეთ ერთი რვა მასშტაბის მანქანის პირველ ვიდეოს გაჩვენებ პროექტია, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არავის არ აქვს და მალე აგვიყვანეთ 10,000. რაც მალე აგვიყვანთ, მით მალე გაჩვენებთ რა მანქანა არის ის. ყველას მოგეწონებათ დავამთავრეთ. რავი, მორჩეთ ხო. მოკლედ აი ესეთი Opel Vectra ყავს მეგობრებო და დაველოდოთ თვის ბოლოს გავათამაშებთ ამ ავტომობილს. ვიდეოებში ყურადღებით. იმიტომ რომ დენფიცესის გამაზვაც კი ხოლო მე ვინმე ნაწყენი რო არ დარჩეს, აი რატო და რისთვის წესებს ყოველთვის ვიძახით ჩვენ. ხო. ისი არ არის რომ აი ეს აი ვათამაშებთ და всё. არა, წესები მაგას გარკვეულ დროს უთმობთ ხოლმე რომ წესები გაითვალისწინოს ყველა მაყურებელმა. კი, ანუ როგორი რაღაცა იცი, ვიღაცა რომ მოიგოს. შეიძლება ისეთმა მოიგოს, რომ მართლა უნდოდეს კოლექციონერს, კოლექციონერზე არ არის. ვიღაცა შეიძლება ეხლა იწყებს. ხო, რა თქმა უნდა. შეიძლება ისეთი ხელში ჩავარდეს, რომ საერთოდ არ აინტერესებს. ანუ წესები არსებობს იმისთვის, რომ ვისაც ნამდვილად უნდა, კი. ის მართლა შეასრულებს. რა თქმა უნდა. შეიძლება ვიღაცას უცებ გამორჩეს რაღაც მექანიკურად და რაღაც, მაგრამ ვიდეოებს ყურადღებით უყურეთ ხოლმე. ხო, რა თქმა უნდა, რომ მე ვიღაცა ნაწყენი არ დარჩეს, მაიგინა თუ არა მე მოვიგე და რატო არ მაძლევთ მანქანას და რაღაც. რო პრეტენზიები მე არავინ არ გამო. კარგით, აბა დაგემშვიდობებით, შემდეგ ვიდეოდ. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta ride or die.